ბოლო დღე მართლაც ხალხმრავალია. შანსის მომლოდინეთა რიგში მრავლად არიან ილუზიონისტებიც. ლუიშვილების ეს ოჯახური დუეტი სწორედ ილუზიონისტური ნომრით აპირებს ჟიურისა და ხალხის გაოცებას. მამაშვილი ილუზია თქვენ ასწავლეთ ფოკუსები, ხო? თვითონ ისწავლეთ. თვითონ ისწავლეთ. ტყუილები იცის ესე იგი, ხო ტყუილები? არა, ვიყურებდა რო აკეთები და ისწავლა. აბა ხო. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით. ჩვენ გახლავართ ბატონო გეგა. ბათუმიდან. დიახ. თქვენი რა სახელები? უნდა შემოგთავაზოთ? ფოკუსები. სახელით შეიძლება. ბესიკ ბლუაშვილი. ჩემი შვილი გეგა ბლუაშვილი. ძალიან სასიამოვნო. ხო, აბა, დაიწყე. იმიტომ ჟიურის გაკვირვება ზოგადად ძალიან ძნელი. არ მიდაწვის სილურსმანი. გეტკიდა ხო ამაზე? რა ვიცი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან სუფთად იყო შესრულებული ყველა ის ტყვილი, ანუ და გვატყუებენ, მაგრამ სუფთად მოგვატყუა ძალიან. აი ესე საერთოდ სუფთად მოტყუებულები დაგტოვეთ. ერთი მე რაც ამოწევა, არაფერი ისეთი ახალი არ იყო, კარტებით ძალიან ისეთია, ცნობილია ფოკუსი. იყო ეს მოძველებული ხრიკებია, უბრალოდ კარგად იყო შესრულებული. მე მგონი უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ვანო? დავითანხმები გეგას ეფექტურები ხართ, მაგრამ როგორც ფოკუსი ესეთი ახალი არ ყოფილა. ამიტომ ამ ეტაპზე მე ვიტყვი არას. ვანო ამ ეტაპზე არა. მე მივცემდი შანსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო რამ აჩვენოს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს, რომ გასიამოვნოთ მეორე ტურში. გეგაზეა გადამწყვეტი მომენტი. დარბაზი დაიწყო გეგა ხედავ. რა სიტყვი გეგა? არა, მოდით. მე ვანოს დავეთანხმები სამწუხაროდ. არას ვიტყვი. თქვენ გაფორი არა და სამწუხაროდ ვერ გიხილავთ შემდეგ ტურში. სამწუხაროა, რომ მამაშვილის ნომერი არ იყო ჟიურისათვის მოსაწონი. მათი ბედი ამ ჟანრის შემდეგმა წარმომადგენლებმაც გაიზიანეს. რა ქვია, საიდან ხარ? ილუზიონისტი, გავაკეთეთ ფოკუსი. რა ქვია, ჯერის გითხარი? სახელი გვარი? გავაკეთო, დავიწყო? არა, დავიწყო. თავიდან დავიწყოთ. სახელი გვარი? სულხანი ჩხაიძე, ქუთაისიდან. გაიხარე სულხან? დავიწყო? დავიწყოთ. ვინმე გამოვიდეს ორი ადამიანი, გოგო და ბიჭი. მოდი. კარგი ეს ერთი თავსაფარი, ხო? ეხლა მეორე თავსაფარს ვიგებთ ესე, დააკვირდით, ეს მეორე თავსაფარი. ეხლა გავკვანძავ ამ თავსაფრებს, დამეხმარე ბიჭი, დადექია. აჭინა, რა შეიძლება მაგრა? კაი, всё. ხედავთ რომ გაკვანძულია, ხო? კაი ეს და გააწიფო, ანუ გააწიფო. აი ეხლა სამ დათვლაში ამას ვჭიმავ. დააკვირდით 1 2 3 მე მგონი გოგოზე უნდა ყოფილიყო. აქ არისო სიახლე და არც მაინდა-მაინც გასაოცარი. მე ვიტყვი არას. მეც არას ვამბობ. თქვენ ვერ გადახვედეთ შემდეგ ტურში.
გამარჯობა. ეხლა ვნახოთ რა შეგილია და დაიწყე. სპეციალურად თქვენთვის წამოვიღე ჩვეულებრივი ფურცელი. რა განსაკუთრებული ფურცელი არ გვაკადრებოდა? ო, ამ განსაკუთრებულ ჟიური. თუ მე ძალიან მოვინდომე, შემიძლია ეს ფურცელი ესე დავკეცო და გადავაქციო, ალბათ ფიქრობთ ყველა ნეტაფულად გადააქციოს, ხო? შემიძლია ფულადაც გადავაქციო. თუ უფრო ძალიან მოვინდომე, შემიძლია ისევ დავკეცო და გადავაქციო ფურცლად. აი ეს. გეგა შემთხვევით $100-იანი ხომ არ გა? არა, ეს გაიზარდა ხო ეს? პირდაპირ $100-იანი დაიწყე. ფოკუსი ძალიან ისეთი იყო, არადამაჯერებელი მართლა და მე ვამბობ არა. სამწუხაროდ მეც უნდა ვთქვა არა. სამი არა გაქვს. გუშინი მე თაზე ვიყავი, ეს შემოვედი ბარადა. სახელი ჩემი გიორგი ყველაზე გახლავარგვარად. რა წარმოგვიდგე? შემიძლია ფოკუსების ჩვენება. მიდი, ბოჩვენე. ვანიკო თუ შეიძლება. მე? მოდი ვანიკო. აქტიურად, აქტიურად. გამარჯობა. ამ ფოკუს გვია 4 ტუზი. ესე იგი, ვანიკო ნახევარი გადადე. მარჯვენა. მადლობა. აი ამ ორს დავაბრუნებ უკან. რა ქვია მეთქი? ტუზი. დედა, 1 ტუზი, 2 ტუზი. 3 ტუზი, 4 ტუზი. ესე იგი, არ გიორგი, მე მგონი საკმარისია. შენი შესაძლებლობები ჩვენ ნახეთ. ეს კარტების რა ქვია მას? ფოკუსი. ხო, ძალიან ბევრი გვაქვს ნანახი და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მე ვამბობ არას. მეც ვამბობ არას. რატო არ მოეწონა ვერ გავიგე ჩემი გამოსვლა. არა, როგორ არ მოეწონა ანუ ეს რა გამიკეთეს ახლა ვერ გავიგე. აი ესეთ ხში ვარ, რა ვქნა.